ოკეისის თავმჯდომარე მინდა წარმოგიდგინოთ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მინდა მიმდინარე საკადრო ცვლილებებით დავიწყოს, ხოლო შორს წინა გადაცემაში რაღაცა მქონდა კიდეც, ვერ ვიყოდეთ წინასწარმეტყველური, უბრალოდ ალბათ ესეთი ლოგიკურ ანალიზზე დაფუძნებული ტექსტი, რომ პირველი ცვლილებები მოასწავებს იმას, რომ ალბათ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. და შეეხება საკმაოდ მაღალ, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირებს. ამის ნათელი მაგალითია თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და საკმაოდ ესეთი უცნაური გარემოება, რომელიც დღეს ნახევრად აგვიხსნეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით და საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, როდესაც 2 დღის წინ დაანონსებული რეგიონალური განვითარების მინისტრი გრიგოლ ლილუაშვილი ფაქტობრივად, ჰაერში გამოკიდებული დარჩა. თანამდებობის გარეშე გულისხმობ ამ შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჯერ დაანონსებული და არ შემდგარი ცვლილება? ძალიან რთულია ქალბატონო ემა ზუსტი ვარაუდებით საუბარი. ერთი რამ ფაქტი არის, რომ დღეს ხალხს თუკით მოვედი, იმიტომ რომ ისე დატრიალდა ეს შარხი რიგი როდის მომიწევს, აღარ ვიცით უკვე, ხო? ისე ხო ინიშნებიან და ხო, ნუ ეს ისე, ხო, რომ ერთ განვითარებას მეორესაც მომზადებული რო დავხდეთ. ანუ თქვენ დანიშნას ელოდები? ხო, არა, ნახა ვიხუმრებ, რომ სარკაზმს, ხო, მე მგონი ჩვენ უკვე ისეთ ეტაპს მივახლოვდით, როდესაც სარკაზმის ელემენტები აუცილებელი არის. ხო, არ ვიცი, ძალიან რთულია თქმა, ჯერ ნუ ეს სამინისტროურად გაიყო, შემზადდა ნიადაგი. ერთი რამ კიდევ რაც მეტად საინტერესო არის, რომ 2 დღით ადრე ქართული ოცნების პრემიერი, როგორი გამომეტყველებითაც აცხადებდა ბატონი გრიგოლის დანიშვნაზე, დღეს იმავე გამომეტყველებით განაცხადა ახალი კანდიდატურის დანიშვნაზე. ანუ პრაქტიკულად 2 დღიანმა ინტერვალმა ამ რიხიან და საზეიმო გამომეტყველებაში არაფერი არ შეცვალა. ერთი წარმატებული კანდიდატურა იყო მაშინ იმ მომენტში და მეორეც აღმოჩნდა, რომ დღეს 2 დღის თავზე წარმატებული არის. ერთი რამ შეიძლება საკამათო აზრი გამოთქვა, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, რომელსაც თავისი არც თუ მარტივი მემკვიდრეობა თან სდევს და შესაბამისად მის უფროს. მაგრამ ახალი უფროსი ხავს, ის უნდა ვთქვა ანრი ოხანაშვილი. მაინც იცით, ნახეთ, შეხედეთ მე როგორი აზრის განვითარებას ვეცდები და ვიცი რომ გაკიცხული ვიქნები შემდეგ უკვე ამ გადაცემის შემდეგ და თქვათ ერთგვარი რისხვის იმ ქართლში მოვექცევი. ესე იგი დამოუკიდებლობაზე ქართული ოცნების მართვის სისტემაში საუბარი ხომ ზედმეტია, ამაზე ყველანი ვთანხმდებით და ძალიან რთულია დამოუკიდებელი ფიგურა მოიაზრო, მაგრამ შედარებით ავტონომიურობაზე ალბათ შესაძლებელი არის ჩვენ დაშვება გავაკეთოთ. მე პირადად და გარკვეულ წრეში არის განცდა, რომ წინა უფროს ასეთი ავტონომიურობა ჰქონდა. ანუ ლილუაშვილს ჰქონდა გარკვეული ავტონომიურობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასეთი განცდა მაქვს მე, ასეთი განცდა მაქვს მე და საზოგადო აზრი არის და ეხლა ეს ამ შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ ვინმეს ადვოკატირებას არ ვეცები, ეს ჩემი ამოცანა და ფუნქცია არ არის, არც ვინმეს გათეთრებას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საკამათო სამსახური, თავისი ის ვთქვათ ისტორიული წარსულიდან და აწყვოდან გამომდინარე, მაგრამ ესე იგი ავტონომიურობიდან ჩვენ ასე მგონია ყოველი მომდევნო დანიშვნით უკვე გადავდივართ უკვე ბრმა მორჩილებაში. ანუ თუ თქვათ წინა პერსონაჟებს რაღაც მოქმედების განხორციელებამდე წამით მაინც შეიძლებოდა დაფიქრებულიყვნენ ღირს თუ არა და ავტონომიურობის ხარისხში მიეცა თავიანთი დატვირთვა, დღეს უკვე პრაქტიკულად დადის ყველაფერი, ასე ვთქვათ, აი ეს უსიტყვო ბრმა მორჩილებამდე და მე მესმის ძალიან კარგად ეს არ არის დიდი შეღავათი, მაგრამ უბრალოდ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ოცნების მართვის სისტემის ევოლუციონირებაზე, აი ყოველთვის ყოველი ახალი ნიშნულის მიღწევისას ვფიქრობთ რაღაც უნდა გაგვაკვიროს აცი, მაგრამ არა, პროცესი ვითარდება იმ ხრივ, რომ მე ერთხელ გამოვიყენე თქვენთან ესეთი ტერმინი დეინტელექტუალიზაცია. აი მართვის სისტემა თანდათანობით ესე ვთქვათ ინტელექტის ან ავტონომიურობის ან ისეთ პატიმოყარეობის ნარჩენებისგან თავისუფლდება და გადადის აბსოლუტურად თავისუფალ ცურვაში. ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თქვენ არიზიარებთ ვერსიას ლილუაშვილთან დაკავშირებით, რომ მას არაპატიეს ერთი ბაჩიაშვილის
ქვეყნიდან გაპარვა და მეორე ძალოვან უწყებებში მაღალი თანამდებობის პირების, ასე ვთქვათ, განდგომა, შაიშმელაშვილის მაგალითს გულისხმობ ამ შემთხვევაში, არამედ უფრო იმ ვერსიას იზიარებთ, რომ რასაც ლილუაშვილი ან ვერ მოაწერდა ხელს, იმას უპირობოდ შეასრულებს ოხანაშვილი და შეგახსენებთ ოხანაშვილის დღევანდელ განცხადებას, როდესაც მან ისაუბრა საფრთხეებზე ქვეყანაში და უსაფრთხოების ერთ-ერთ გამოწვევად დაასახელა სხვადასხვა ძალის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ნიადაგის მომზადება. ამ განცხადებებმა ძალიან ბევრს გაუჩინა მოლოდინი, რომ შესაძლებელია ოხანაშვილი იმ ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, სახელმწიფო გადატრიალების საქმეს დაუბრუნდეს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მე ვერ გეტყვით გუნდის შიგნით რა მოხდა, მას შემდეგ რაც გიორგიმ ბაჩიაშვილმა დატოვა ქვეყანა ისე როგორც დატოვა და რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო, იმიტომ რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ და როგორ მოხდა ამ ოპერაციის და ამან დაბადა კიდევაც ვერსია, ხომ არ იყო სხვა რამე შეთანხმება, მაგრამ ვიცნობ რამ გიორგის და ვიცნობ რამ ის დამოკიდებულება საკითხებისადმი და ჩვენ 5 წელი გვერდ მუშაობდით 24 საათიან რეჟიმში, მე მისგან გამოვრიცხავ ნებისმიერ სხვა ვერსიოლოგიას თუ კონსპიროლოგიას, ეს გიორგისთან დაკავშირებით, გიორგის ეფექტთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება აი ამ ეკვილიბრიუმს, ესე იგი ოხანაშვილი და ლილუაშვილი და ასე შემდეგ. არ ვიცნობ მე არც ბატონ ანდრის, არც ბატონ გრიგოლს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რა, ესე იგი ყველა ადამიანს მაინც აქვს თავისი, რა ვიცი, აი როგორ გითხრა, თავისი ღერძი და საყრდენი. ჩემი აზრით ეს განვითარება აი ღერძ მატარებელი ადამიანებისგან სისტემის დაცლას ემსახურება და უღერძო ადამიანებით მათ ჩანაცვლებას. ეხლა შეიძლება ცოტა ქარაგმებით საუბრობ, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის, რომ უპირობო შემსრულებლებით, აი სწორად ერთი რამ ფაქტი არის, რომ ეხლა მე პირადად არ მახსოვს, თქვათ, იგივე ლილუაშვილისგან განცხადებები ან გლობალური ომის პარტიაზე, ან Deep State-ზე, უფრო მეტიც ჩვენ გვახსოვს შემთხვევიდან შემთხვევამდე მისი კავშირები დასავლურ სპეცსამსახურებთან, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ასევე გვახსოვს, თქვათ, მისი ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე უბრალოდ ფაქტების კონსტატირებას ვახდე, სხვა მეტი არაფერი. ასევე ჩვენ გვახსოვს, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის ესა თუ ის ანგარიში ქვეყნდებოდა და თქვათ ტერორიზმთან ბრძოლის, ნარკოტრაფიკთან, იქ იყო დადებითი შეფასებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ შეგვიძლია ეს გავიზიაროთ ან არა, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტების ენით ვისაუბრებთ. ეხლა როდესაც ესე იგი ტრამპის ადმინისტრაციის უკმაყოფილობის ფონზე ჩვენ ეს გლობალური ომის პარტიის Deep State-ის ნარატივი კიდევ უფრო მეტად უნდა განვამტკიცოთ, შესაძლებელი არის რა, რომ გარკვეული ფიგურები არც თუ უკვე მიესადეგებიან ამ ხაზის განვითარებას და საჭირო გახდა არა ოპერმუშაკებით, არა გამოცდილების, არა პროფესიული ბექგრაუნდის მქონე მატარებელი ადამიანებით მათი ჩანაცვლება, არამედ ისეთი ადამიანებით, რომლებიც იდეოლოგიურად ამ ხაზს ნებსით უნებლიეთ იზიარებენ. აი ესეც ეს წახნაგი შემოვიტანოთ და ალბათ ამით ჩემი დაშვებები დასრულდება. თუმცა გისმენთ და კიდევ ერთი მოსაზრება გამიჩნდა, არ ვიცი შეგიძლიათ ეს უბრალოდ ასე ვთქვათ ჩემგან რეპლიკად მიიღოთ, მაშინ თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული გრიგოლ ლილუაშვილი ქართული ოცნების მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ბანაკში ვიხილოთ, ნუ ყოველ შემთხვევისთვის Deep State-ის ერთ-ერთ მიმდევრადაც კი გამოაცხადონ. იმიტომ რომ დღეს იყო სხვა სოციალურ ქსელებში ამბობდნენ, რომ როდის ვნახავთ კრიტიკულ მედიაში გრიგოლ ლილუაშვილს, რომელიც რაღაცა აღიარებით ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტებს. არ ვიცი, ეხლა აქ რამდენად დაშვება არის, რომ ალბათობა პავლეს სწავლეთ იქცეს, მაგრამ მოდით ჩვენ ეხლა ამაზე ვერ ვივარაუდებთ, ვერ ვიმარჩიელებთ, ეხლა მე რო დავიწყო ამაზე გამსობა, შეიძლება ჩვენ მსმენელს გაეღინოს. მაგრამ რამდენად აი ეს შეკითხვა ისმის სხვათა შორის და მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, იგივე უახლესი პრაქტიკიდან მე შემიძლია გავიხსენო უფრო ვთქვათ სხვა მაგალითი, სადაც მეტი დამაჯერებლობით შემიძლია ვისაუბრო, ეს იყო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე, რომელიც დატოვა თანამდებობა, უფრო სწორედ განთავისუფლებული იქნა თანამდებობიდან და ის შემდეგ შემოგვიერთდა ჩვენ როგორც ანალიტიკურ ცენტრს, სწორედ რომ იმ მოსაზრებით
რომ ბატონი შალვა საქმიანობა მეინსტრიმში არ ჯდებოდა. აი ეს შემიძლია გითხრათ დამაჯერებლად ეხლა ბატონი გრიგოლი იქნება თუ არა ბატონი შალვას ვერსია 2.0 ამის ალბათობა ეხლა ძალიან რთული სამშელოა. იგივე რიჟვაძის გადადგომა თანამდებობიდან მას არანაირი ასე ვთქვათ ახსნა განმარტება არ გაუკეთებია თქვა რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეს ბუნებრივია აჩენს ძალიან ბევრ შეკითხვას, ანუ შესაძლებელია თუ არა ეს იყოს რაღაცა დასაწყისის დასასრული, როდესაც თუნდაც მოსალოდნელი სანქციების, არ ვიცი, შიშით, უხერხულობით, თავიდან არიდების მიზნით შესაძლებელია სახელმწიფო ვერტიკალს გარკვეული, ასე ვთქვათ, ბზარი შეებარა. შესაძლებელია აბსოლუტურად ჩვენ არაერთ გზის კრიტიკულად შეგვიფასებია წინააღმდეგობის მოძრაობა თავისი პარტიული სპექტრის ჩათვლით და უფრო მეტად ჩვენ ქართულ ოპოზიციურ პარტიებზე გამოგვითქვამს ჩვენი საყვედური მაგრამ ჩვენ ერთი წამითაც არ დაგვიშვია რომ ქართული ოცნებისთვის ასეთ ვითარებაში ყოფნა ალყაშემორტმული ციხესიმაგრის ეს არის კომფორტი და ეხლა რახან ჩვენ ციხესიმაგრე გამოვიყენეთ ამ ფრაზის მოშველებით ასევე მეორე ფრაზა ვახსენოთ ციხე სიგნიდან ტყდებაო იცით ძალიან ბანალური რამ უნდა ვთქვა ქართული ოცნება არ არის პირველი მაგალითი კაცობრიობის ისტორიაში როდესაც სისტემა იკეტება საკუთარ თავში როდესაც ის წინააღმდეგობებით იხუნძლება, როდესაც მისი გამჭვირვალეობა, მისი ანგარიშვალდებულება, მისი ღიაობა, მისი მერიტოკრატია, მისი ინკლუზიურობა აღწევს პრაქტიკულად ნულოვან ნიშანს, სივრცის მოსაპოვებლად ამ სივრცის მოპოვება ხდება სისტემის შიგნით. და აქ ალბათ მატერიალური ინტერესებიც არის, აქ ალბათ პერსონალური ეგოც არის, როდესაც შენ ღირსეულ მეტოქეობას არ უწევ სისტემის გარეთ მყოფ ფაქტორებს, შენ სხვა არაფერი არ რჩება თუ არა ებრძოლო საკუთარ თავს. ალბათ ქართული ოცნება ალბათ ასეთ ფაზაში შედის ახლა და ეხლა როგორი გაგრძელება ექნება ამას ამ სერიალს, რომელსაც მე სარკაზმის ფაზა უწოდე, შესაძლებელია კონდეს გაგრძელება, იმიტომ რომ მიუხედავად ესეთი იცით მეტად ხანდახან პესიმისტური შეფასებებისა, რაც მე პირადად ამ ეთერში მიმიცია, მე ასევე ყოველთვის მithქვამს რა, რომ ეს სისტემა არ არის თვითკმარი და ურადორი შეკითხვა, რომელიც მე პირადად ყოველთვის მაინტერესებს და გამიხმოვანებია, ეს არის შემდეგი სახე, შეკითხვა 1. რა დასრულდება და მეორე რის ფასად. ჩვენი ამოცანა რა თქმა უნდა არის რომ დასრულდეს მალე და მეორე დასრულდეს ნაკლები დანახარჯით. არის თუ არა ერთგვარი ინდიკატორი, რომ რაღაცა სისტემას შიგნიდან გაუჩნდა ბზარები, თუნდაც კობახიძის დღევანდელი შეხვედრა მოსამართლეებთან, რასაც წინ უძღოდა ბრიტანეთის მიერ მურუსლიძის და ჩინჩალაძის დასანქცირება. თქვენ ახსენეთ, რომ ვიღაცისთვის არის ფინანსური საკითხი, ვიღაცისთვის არის რეპუტაციული სანქციების შიშით, რომელიც დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში მათ ზურგზე, ხო, შეიძლება ითქვას, არავის უნდა გადაყვეს რაღაცა ამ მართლობით სისტემას. დიახ, ესე იგი, რაც შეეხება ბატონ ირაკლი კობახიძეს, არათუ ქვეყნის პრემიერად ყოფნის პირობებში, არამედ საკუთარი გუნდის ლიდერად კურთხევის შემთხვევაში შენ უნდა გაგაჩნდეს გუნდის მიმართ ალბათ გარკვეული სოციალური კაპიტალი, რასაც ნდობას ეძახიან მარტივად რო ვთქვათ. შენ უნდა იყო ალბათ მაგალითი შენი საქციელი, შენი დამოკიდებულებით, ეს ყველაფერი მე მესმის ღიმილნარევი შეფასებები არის, როდესაც ჩვენ ამ წარბშეკრულ ყმაწვილზე ვსაუბრობთ. ამდენად ჩემი აზრით შეიძლება ბატონი ირაკლი იყოს ძალიან საიმედო საყრდენი ზოგიერთისთვის, იმიტომ რომ ეს არის მეტად ესეთი საინტერესო წყობის ადამიანი და საინტერესო ფსიქიკის ადამიანი, მე ამით შემოვიფარგლებით აღარ განვარცობ, მაგრამ როდესაც საუბარი არის მდგრადობაზე, როდესაც საუბარი არის ნდობაზე, როდესაც საუბარი არის კეთილგანწყობაზე, როგორც სისტემის შიგნით, ასევე სისტემის გარედან, ალბათ ეს საუკეთესო არჩევანი არ არის, მაგრამ ეს ჩემი აზრი არის პირადად სუბიექტური. თუ დღეს სასამართლო სისტემას, ხომ? სჭირდება გარკვეული გარანტიები, დამშვიდება, თუნდაც კობახიძეს ეს ვერ გამოუვა? არ ვიცი, ნახოთ, აი როგორ განვითარდება, მე ზოგადი დახასიათება მოგეცით, კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც შემსრულებელი, ალბათ ის არც თუ ურიგო არის და სხვა შორის ჩვენ ახლა შედარებებზე რო საუბრობთ, აი
და შევადარეთ ოხანაშვილი და ლილუაშვილი, ჩვენ ასევე სხვა შედარება გავაკეთოთ სამართალში ძალიან პოპულარული არის კომპარატივიზმის შედარებითი მეცნიერება. და ოცნების პარადოქსი მათ შორის იმაშიც გამოიხატება, რომ ყოველი მომდევნო ეტაპი გარკვეულწილად აკეთილშობილებს კი არა, უფრო სასიკეთო წარმოაჩენს მომდევნოს. ეხლა გავიხსენოთ ჩვენ ოცნების წინა პრემიერები. თუნდაც კობახიძის წინანდელი ყარიბაშვილი. ესე იგი ხანდისხან, ესე იგი ყოველი შემდგომი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ვამბობ, გარკვეულწილად აი ეს თქვათ რაღაც უფრო ღიაფერებით ავსებს წინა ეტაპს, ან წინა პერსონაჟებს. ამაში არის მთელი პარადოქსი, ამაში არის ამ სისტემის მეტად უცნაური ევოლუციონირება, მაგრამ ჩვენთვის, როგორც ქვეყნისათვის და მოქალაქეებისათვის, ასეთი კომპარატივიზმის შედეგად დიდი შეღავათი რა თქმა უნდა არ არის. კარგი. ამოვწუროთ ახლა ეს თემა, იმიტომ რომ მინდა არანაკლებ მნიშვნელოვან თემებზე გადავიდე, ვიდრე მოსალოდნელი ცვლილებები არის ხელისუფლებო ვერტიკალში. წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელმაც დღეს თუ არ ვცდები მესამე შეხვედრა გამართა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ დარწმუნებულია ქართული ოცნება ემზადება ახალი არჩევნებისთვის. ისიც თქვა, რომ ამისთვის უნდა მოემზადოს ოპოზიცია და დღესვე უნდა დამკვირვებელთა ჯარი ჩამოვაყალიბოთო. ხო, არ ვიცი, აი ამ სამთავრობო კარუსელებში ზოგი ხედავს სწორედ რომ არჩევნებისთვის სამზადის და აფსონის დადებას და აქცენტის გაკეთებას ისევ რეგიონებზე. საინტერესოა თუ მივიღებთ ამას მოცემულობად, რომ ქართული ოცნება სწორედ აი ამ საკადრო ცვლილებებით ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. არის თუ არა ახალი არჩევნებისთვის მზად ოპოზიცია აი ამ მოცემულობით რაც გვაქვს. ადგილობრივი არჩევნებია. ახალი ოპოზიციის მხოლოდ ერთი პარტია ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტი ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, იმიტომ რომ გუნდის შიგნით აქვს განხილვები, ეს არის გახარიას პარტია, ეს არის გახარიას პარტია. დანარჩენები ამბობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. ну ყოველ შემთხვევაში დაზუსტებით გადაჭრით ჯერ არც ერთს არ უთქვამთ. ისინი ემზადებიან ახალი არჩევნებისთვის და დარწმუნებულები არიან, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს ახალი არჩევნების დანიშნა. არ განმარტავს სალომე ზურაბიშვილი, არ ვიცი, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, რაღაცე დაყრდნობით ამბობს ასეთი მტკიცებითი ტონით, მაგრამ ну დაველოდოთ მის განმარტებას. თვალ რომ მართლაც იძულებული გახდეს ქართული ოცნება დანიშნოს ახალი არჩევნები. ამ მოცემულობით ოპოზიცია მზად არის მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და უპირატესობაც მოიპოვოს. ეხლა არ მინდა იმაზე მეტი რისხვა დავიმსახურო, ვიდრე ამ ბოლო თვეების განმავლობაში დავიმსახურე, როდესაც ვაფასებდი ქართულ ოპოზიციას, იმიტომ რომ არაერთი გამორჩეული ადამიანი არის ოპოზიციურ რიგებში, რომლებსაც პირადად ვიცნობ და ძალიან დიდი პატივისცემით ვარ გამშვალული, მაგრამ ჩვენ ასევე გვითქვამს, რამდენად სტრუქტურირებული არის ქართული ოპოზიცია, რომ დადოს შედეგი. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ის წვეტა წინააღმდეგობის მოძრაობის ორთა შორის ერთი არის პარტიული და მეორე საზოგადოებრივი, სწორედ ჩვენი უკმაყოფილება ამით იყო ამას უკავშირდებოდა. ეხლა ისიც თქვა ქალბატონოებმა, რომ ესე იგი ერთი არის ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი, მაგრამ ესეც არ არის თვითმიზანი. ჩვენ არა თუ ახალი არჩევნები გვინდა, არამედ ჩვენ გვინდა ნორმალური არჩევნები. და ნორმალურ არჩევნებს 10,000 შერი თქვა სჭირდება შესაბამისი პირობების შემზადება. ამიტომ მხოლოდ ფაქტი იმისა, რომ დაინიშნოს ასეთი არჩევნები თუ დაინიშნა, მე არ ვიცი ახლა ქალბატონის სალომეს ინფორმაცია რას ეფუძნება. მე სხვა პატივთან ერთადერთი პატივი კიდევ ერთ-ერთი პატივი ამ ცხოვრებაში რაც მაქვს, თქვენი ეთერების რესპონდენტი ვარ, თორე სხვა ინფორმაციაზე მეცდომა არ მაქვს და ეხანდახან თქვენგან ვიგებ ამას, ასე რომ მე ვერ დაგიდასტურებთ, ვერც უარყოფ, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის, რომ იმ შინაარსით, იმ დატვირთვით რა როგორც ჩვენ დღეს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ხედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი მოზომილი მოლოდინები უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ეს სიახლე, განახლება მე არაერთხელ, როდესაც საუბარი მქონია სხვადასხვა ადამიანებთან, მათ შორის იმ საპატივცემულ, ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგობას ვაწყდებოდით ცნება ახლის განსაზღვრებაში. რა არის ახალი? და მე არ დამიმალავს ჩემი პოზიცია, რომ ახალი არ შეიძლება იყოს მხოლოდ გადახალისება. ახალი უნდა იყოს თვისობრივად გადახალისება და თვისობრივ გადახალისებაში მათ შორის მე ის აზრით შემიტანი და პირდაპირ მithქვამს, რომ დათმონ ასპარეზი და დაუთმონ გზას სხვებს. ეს შეიძლება დაეფუძნოს როგორც შიდა პარტიულ დემოკრატიას და იქ მეტ უკეთეს შერჩევითობას, ასევე საერთოდ გარკვეული ძალების, ესე ვთქვათ,
განზე გადგომას. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, რომ ჩვენ ფიგურირებდეთ სცენაზე და ჩვენთვის მიზანი არის გარკვეული მანკიერი სისტემის დემონტაჟი და ახალ რელსებზე გადმოსვლა, მაშინ ესეთი მსხვერპლიც უნდა გავიღოთ. არ მგონია რომ ვინმე აპირებდეს ასე ვთქვათ საკუთარი პოზიციების დათმობას, ან პოლიტიკური ვერის დათმობას, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ ეტაპზე მაპატიოს ყველა, მაგრამ პოზიციებით საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამია. პირიქით ისინი გარკვეულ ასე ვთქვათ კოორდინაციაზე ფიქრობენ, ჯერ კიდევ იმედებს არ კარგავენ და ამის წინაპირობად გარკვეულ დათქმებს უწესებენ ერთმანეთს. აი მაგალითად შეგახსენებთ იგივე პარტია ახალი ნაციონალური მოძრაობა გახარიასგან, ლელოსგან ითხოვენ, რომ მოხდეს წერილობითი დადასტურება ორი რამის, რომ არ მიიღებენ არავითარ შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე ახალი არჩევნები არ იქნება ჩვენს ქვეყანაში დანიშნული და არ ითანამშრომლებენ დროებით საგამოძიებო კომისიასთან პარლამენტში. ერთ საკითხთან დაკავშირებით გახარია ამბობს, რომ თუ დაუძახებენ კომისიაში მივა, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. აი, ასეთი ერთგვარი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე ზოგადად პროცესს რამდენად წაადგება. ამას არ ქვია მხოლოდ დაპირისპირება, ამას ქვია იწილო-ბიწილო. დაუსრულებელი იწილო-ბიწილო ოპოზიციურ პარტიებს შორის და აი 31 მარტის ვაშოვის აქციის შედეგად საზოგადოებაში გაჩენილი უკმაყოფილება მათ შორის ამასაც უკავშირდებოდა, როდესაც მე ვთქვი, რომ აი სიახლე განახლება და ალბათ ასეთი განახლების არა თვალთმაგცული განახლების, არამედ არსობრივი განახლების მოლოდინში იქ შეკრებილი ადამიანების დიდი რაოდენობა, მათ შორის ქალბატონის სალომეს გამოსვლის შედეგადაც ელოდებოდა, აი სიახლის არ ქონა და ის ესე იგი თქვათ ბრაზილიური ტელესერიალი, რასაც ჩვენ ვხედავთ ქართული ოპოზიციური პარტიების მაგალითზე, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვუწოდეთ სადანადო ნდობის არ ქონა, ან ნდობითი ჯაჭვის რღვევა. საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. და ზურაბიშვილმა გაემართლებინა იგივე აი ამ საზოგადოების არც თვითონ მცირე ნაწილის მოლოდინები. ვერ გეტყვით, მაგრამ თანამედროვე პირობებში, როდესაც ჰიბრიდული ომის ნაირსახეობა მათ შორის არის საშინაო პროპაგანდა, ეს ხომ არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური დატვირთვის ტერმინი. აი ასეთი შიდა ჰიბრიდული ომისათვის რომელსაც ქართული ოცნება საკმაოდ ხანდახან წარმატებულად, არც თუ წარმატებულად, მოდი ასე ვთქვათ, აწარმოებს როგორც საკუთარ ამორჩეველს, ასევე ზოგადად, ეს იწილო-ბიწილო, როგორც თქვი, მშვენივრად ყვებავს ამ პროპაგანდას. შესაბამისად, დიდი მოლოდინები არ გაქვთ, აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმასთან დაკავშირებით, მართალია, ჯერ ყველას არ დაუდასტურებია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის მუშაობის პროცესში, ზოგი ფიქრობს, ზოგი რაღაცა, ასე ვთქვათ, მეც სიცხადეს ელოდება, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია ეს პლატფორმა გახდეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ერთგვარი, არ ვიცი, რესტარტი, ახალი სიცოცხლე. მე მაქვს ძალიან მოზომილი ფრთხილი ოპტიმიზმი, იმედი ავწდები, მე არც იმას გთავაზობთ თქვენ ან ჩვენ მსმენელს, რომ ვინმე უნდა გავიდეს თემიდან, რა თქმა უნდა, ეს ამ პროცესში შეიძლება ყველამ საკუთარი ადგილი იპოვოს, მაგრამ რეალური მამოძრავებელი ძალა შეიძლება იყოს რეალურად ახალი განახლებული პოლიტიკური ძალა, გაერთიანება, სტრუქტურა, პლატფორმა, როგორც გინდათ ისე დავარქვათ, რომელსაც შესაძლებლობა იქნება, რომ იცით მარტო, აი მე სხვანაირად ვიტყვი, მარტო საპროტესტო მუხტი კი არ დაქოქოს. არამედ ქვეყნის განვითარების გზისადმი გააჩინოს იმედი და პერსპექტივა. აი ეს არის ჩვენთვის ამოცანა, იმიტომ რომ მე ასევე მინდა გავიმეორო ძველი თეზა. ჩვენ ხომ მარტო არსებულის დემონტაჟზე არ ვსაუბრობთ. ჩვენთვის გაცილებით რთული გამოწვევა იქნება ამ დემონტაჟის შემდეგ, ამ თვითდემონტაჟის შემდეგ, რა ხდება შემდეგ თავში. და შემდეგი თავი უფრო რთული არის, იმიტომ რომ შემდეგი თავი სახელმწიფოს ხელახლა ფეხზე დადგომას უკავშირდება და იმ რესურსით, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ალბათ მოსახლეობის დიდ ნაწილს რბილად რო ვთქვათ, სკეპტიციზმის თავისი დოზა აქვს. აი რა იქნება იმ მომდევნო თავში. იქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ მიმდინარე თავში ვხედავთ. არ გინდათ, არ ქონიათ სურვილი, რომ აი ამ სიახლის ნაწილი თქვენც გახდეთ, სალომე ზურაბიშვილმა ხომ ხას გასმით აღნიშნა, რომ
წინააღმდეგობის პლატფორმა ღია არა მხოლოდ პროევროპული ორიენტაციის პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვისაც მისი კარი ღიაა და ეპატიჟება ყველას დისკუსიისთვის. შეუძლებელი არის სურვილი არ კონდეს იმ საკითხთან მიმართებაში, რასაც საქვეყნო საქმე ქვია და ქვეყნის განვითარება. ამიტომ ჩვენ როგორც თუ ახლა მეკითხებით, როგორც ანალიტიკური ცენტრი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს, ამის მზაობა გვაქვს და ამის რესურსიც გვაქვს და შესაძლოა. როგორ არა, მაგრამ ორი მომენტი უნდა ვთქვა. არა, პირობა მე არ მაქვს ღია კარის მტვრევით, ვერავინ ვერ დაკავდება ეს ერთი. და მეორე კიდევ მე არ მინდა რომ ისე გამოუვიდეს ვინმე სხვას, როდესაც არსებულ მოთამაშეებს ხშირად იცით, აი ექსკლუზივად აყავთ პოლიტიკური ველი აყვანილი და გარკვეულწილად აი მონოპოლიასაც ფლობენ, ხო? ჩვენ აი ამ ჭიდილში დავხარჯოთ ძვირფასი დრო და რესურსი. იმიტომ რომ სხვაგვარად აი ამ ჭიდილში შესვლა და იმ ღია კარის მტვრევა, აი იმ ჰიბრიდული ომის, საშინაო ჰიბრიდული ომის შემდგომი გამოკვება იქნება და ამდენად მე კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ თქვენაირი ორგანიზაციებისთვის იქ რეალურად ადგილი არ არის. ამ ეტაპზე. ესე იგი, ჩემი აზრით, ჩვენაირი მოთამაშეებისთვის, ახლა როგორ გითხრათ, უფრო უკეთა დიპლომატიურად, ისტორიულად ადგილი არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებული არის გარკვეულ, ასე ვთქვათ, კონფიგურაციაზე, იცით, გარკვეულ ინსტრუმენტებზე. მოდით სხვაგვარად რომ არ გაგაწვალოთ, ესე იგი, განახლება მე როდესაც ვთქვი, სიტყვა განახლება. რადგანაც მე ვახსენე გარკვეული კომუნიკაციები და დიალოგი, სწორედ ესე ვთქვათ, ერთგვარი უთანხმოების ხაზი სწორედ ამაზე გადიოდა, რა არის განახლება. და ჩემი აზრით, როდესაც ჩვენ საუბრობთ დღეს ქართული საზოგადოების დაკვეთაზე, ჩვენ რეალურად ახალზე გვაქვს მოლოდინი და სწორება. და არა განახლებულზე, არა შეზავებულზე, არა გადაადგილებულზე და ჩანაცვლებულზე. აი ეს არის ალბათ ის მთავარი დასკვნა, რაც პირველ რიგში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მათმა ლიდერებმა და ας ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში 5-6 ადამიანზე და მეტი არა, საკუთარ თავში რამენაირად უნდა იპოვონ სამოქალაქო სიმამაცე, რომ ამ კითხვაზე პასუხი გასცენ. მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიქტორ ყიფიანი, ჯეოქეისის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ამასობაში.